პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით 16 ნოემბერს რკინიგზის ხაზზე მომხდარი აფეთქება დივერსიული აქტი იყო. Როგორც ცნობილია, რკინიგზის ეს ხაზი ვარშავას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთთან აკავშირებს. 17 ნოემბერს დონალდ ტუსკმა აღნიშნა, მათი შიში გამართლდა აფეთქების გამო დაზიანდა ლიანდაგები. მომხდართან დაკავშირებით ასევე განცხადებები პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც გააკეთეს. Wczoraj około godziny 7:30 დაახლოებით საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე მატარებელი რკინიგზის ხაზზე გაჩერდა, რადგან ლიანდაგზე ხვრელი შენიშნეს. პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიურო, უსაფრთხოების სააგენტო, სახანძრო სამსახური, ასევე სახელმწიფო სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, რათა გამოეძიებინათ თუ რასთან გვქონდა საქმე. როგორც ვთქვი, ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგები დააზიანა. Gushin ადგილზე მომუშავე ექსპერტებმა ეს ეჭვი დაადასტურეს. Ponad wszelką wątpliwość w tej sprawie możemy powiedzieć około 21:30. Gushin საღამოს დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე კიდევ ორი ინციდენტი დადასტურდა. მაპატიეთ ამ სიტყვას რომ ვიყენებ, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასამოწმებელია და შესაბამისი სამსახურები ამაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ინციდენტი იმავე რკინიგზის ხაზზე მოხდა. დაზიანებულია დაახლოებით 60 მეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და რკინიგზის ლიანდაგზე დამონტაჟებული ლითონის დამჭერები. Obejmę, która zainstalowana była na torach. ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის დროს მატარებელში ორი მგზავრი და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ეს უცხოური სადაზვერო სამსახურების დავალებით ხორციელდება. ამას ადასტურებს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ვარშავასა და ლუბლინს შორის მოძრავი მატარებლის მემანქანემ შესაბამის სამსახურებს მალევე შეატყობინა ინციდენტის შესახებ. დამატებითი შემოწმებით კი დადგინდა, რომ დაზიანებულია ლიანდაგის მონაკვეთი სოფელ მიკასთან, რომელიც ვარშავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს და კიდევ ერთი ადგილი. დონალდ ტუსკის თქმით, აუცილებლად დააკავებენ დამნაშავეებს, ვინც არ უნდა იდგეს მათ უკან. პოლონეთის პრემიერის შეფასებით ეს დივერსიის უპრეცედენტო აქტი იყო. პოლონეთის ხელისუფლებამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით ადამიანი დააკავა საბოტაჟისა და ჯაშუშობის ბრალდებით.